საპროტესტო გამოსვლა ფეხბურთის ფედერაციასთან აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს ხელმძღვანელების ზვიად სიჭინავას და რევაზ არველაძის თანამდებობიდან გადადგომა. არასამთავრობოებმა მოქალაქეების ნაწილთან ერთად ფედერაციას ბრალი კორუფციაში დასდეს. მათ კითხვები აქვთ UEFA-ს ბილეთების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი გამაფრთხილებელი აქცია პირველ რიგში ეძღვნება იმ ვაქხანალიას, რომელიც 20 წლიანი მმართველობის შედეგად დამყარებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, ამავე დროს კორუფციული სქემები, რომელიც აშკარად იკვეთება ბილეთებთან დაკავშირებით, სუპერთასის ბილეთებზე გვაქვს საუბარი, რომელიც შავბაზარზე იმდენად დიდი რაოდენობით მოხდა, რომ აუცილებლად ვადებს ეჭვის საფუძველს, რომ ამაში არიან პირდაპირ გარეული ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები და მესვეურები და ჩვენი მოთხოვნა უპირველეს ყოვლისა არის ის, რომ დაიწყოს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება. ჩვენი პროტესტის გამოხატვა განპირობებულია იმით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ქართული ფეხბურთი ბოლო 10 წლების განმავლობაში, თუნდაც იგივე ის 153 ადგილი, სამარცხინო 153 ადგილი, რომელზეც ვიმყოფებით. გარდა ამისა, იმ ხარვეზებიდან გამომდინარე, ხარვეზების ბილეთების გაყიდვის, ასე ვთქვათ, სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით იყო გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვები კორუფციული სქემების არსებობისა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.